მშვიდობისა. გრძნობა, რომელზეც დღეს უნდა გესაუბროთ, ალბათ ნებისმიერ თქვენთაგანს ერთხელ მაინც წვევია. რა არის სიყვარული? შეიძლება თუ არა გქონდეს მას დასასრული. რამდენჯერ შეიძლება შეგიყვარდეთ? ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია ადამიანი, რომელსაც არაერთხელ ხვარი, მაგრამ დღეს ის მარტო. გთხოვთ მიესალმოთ ვასო ფხაკაძე. ვასო, შენ არაერთხელ ყოფილხარ შეყვარებული. შენი გული არაერთ გოგოს დაუპყრია. თუ შეიძლება გითხრა, რატომ თარდება შენი სიყვარული ყოველთვის მარტოობით? თით როგორ ხდება ხოლმე, რატომღაც თავიდან კარგად ვარ ხოლმე რა, ყველაფერი კარგად მიდის, რაღაც ნორმალურად ურთიერთობები რაღაც, მაგრამ რატომღაც მეუბნებიან ხოლმე რაღაც უცნაურობები გახასიათებს რა და არ ვიცი ხა. ჩვენ ჩვეულებრივად დავდიოდით სანაყინეში, დავდიოდით ნაყინს ვჭამდით. ნაყინს ვჭამდით ხოლმე. კინოში დავდიოდით, უჯასებს უყურებდით. უჯასებს უყურებდით, რა ვიცი. მოტოციკლით ვკატაობდით, ვსეირნობდით ხოლმე. არ ვიცი ბრო, რა ხდება მართლა ჩემ თავში ალბათ რაღაც ისეთი მომენტი არის. და ამის გამო თქვენ მარტო ხართ. ამის გამო მარტო, მაგრამ კიდე მეუბნებოდნენ რა ასეცით, რომ რაღაც უყურადღებო ხარო, რაღაც გონება გაფანტული ხარო, ყველაფერი გავიწყდებაო. ესეთ რაღაც ეს მეუბნებოდნენ. აი მაგალითად ბოლო შეყვარებულს რო დავშორდი, როგორი მომენტი იყო ის, ერთად სწავლობდით. და სულ მეუბნებოდა ხოლმე რაღაც უყურადღებო ხარ, რაღაც გავიწყდები, რაღაც, მაგრამ რა ვიცი, აი მე სასწავლებლად წავიდა რა. სასწავლებლად წავიდა თვითონ ევროპაში. აჰა. და სად წავიდა? გვინა. წავიდა ის გოგონა, რომელიც თქვენ გიყვარდათ. ისი გოგონა? ვიზეც ახლა საუბრობთ. სადა? ასეთი გრძნობა. სადა? ვინა? გოგონა, რომელიც თქვენ ასე გიყვარდათ, რომელიც უნივერსიტეტში გაიცანით. ვინ გავიცანი? მე მესმის, რომ ძნელია ამ ყველაფრის დროს ემოციების შეკავება. მე მესმის, რატომ ტირის დღევანდელს ამ ჩაწერაზე ჩვენი მაყურებელი. მე მესმის თქვენი ცრემლების. ნუ ეცნებით შეიკავოთ ემოცია. იტირეთ, ოღონდ გულიანად. მაგრამ თქვენ რატომ არ ტირეთ? დიახ. იტირეთ. თქვენ რატომ არ ტირეთ? აი ესეთი სევდიანი ისტორიის შემდეგ. ადამიანი, რომელიც გულის არაერთხელ ყოფილა. ძალიან აი ამ გრძნობა. არ მეტირება გენაცვალე. ასეთი სევდიანი რომანტიკული ისტორიის შემდეგ. ნუ გერიდებათ. ნუ დაკარგავთ, ნუ დაინანებთ ემოციას. არ მეტირება გენაცვალე, აუ წავთხოვით. იტირეთ. არ მეტირება. კარგი აქვს სადღაც. აშო. შეიძლება გავაკეთოთ, როდესაც შეყვარებული ვართ. რისგან შეიძლება შევიკავოთ თავი. ან თუნდაც არ შევიკავოთ. ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარია ყოფილი საუნა პოსეიდონის თანამშრომელი თამუნა თინთინავა. გთხოვთ შევეგებოთ. დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. სულ გეკადრებათ. გითხარი როგორია შენი აზრი საერთოდ სიყვარულზე? მოდი დავიწყებ იქიდან, რომ მე საერთოდ ძალიან ისეთ ოჯახში ვარ აღზრდილი, სადაც ტრადიციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. უპირველეს ყოვლისა ტრადიცია, რა თქმა უნდა, რასაც ძალიან უაღრესად დიდ პატივს ვცემ. მე უკაცრავად ერთი წუთი დამავიწყდა ტელეფონის გამართვა, ვუპასუხებ თუ შეიძლება კარგით. ვინ არის? ალო. დიახ.
იცით რაშია საქმე? ხა თუ თქვენ ბინაში წამიყვანთ, მაშინ $50. $50. კარგით, მაშინ 9 საათში გამთავისუფლდები. კარგით, ნახვამდის დროებით, ჩოხდებით. აპლოდისმენტები თამუნას უკაცია. რა არის სიყვარული? შეიძლება თქვა, რომ ოდესმე ის დასრულდეს. ან რაიმე მიზანი საერთოდ სიყვარული მიდის. ჩვენი გადაცემის შემდეგ სტუმარია ადამიანი, რომელიც იყო შეყვარებული და მისი სიყვარული ქორწილით დაგვირგვინდა. მაგრამ ქორწილის დღესვე მისი სიყვარული დასრულდა. გთხოვთ შევეგებოთ. ნონა ტინტინაური. გამარჯობა. ნონა, შენი ხავი შეყვარებული. რამდენიმე წელი ერთად ცხოვრობდით. შენ შეყარებული ერთმანეთს ხვდებოდით. იყო პაენი. შემდეგ იყო ქორწილი და თქვენ ერთმანეთს დაშორდით. რატომ მოხდა ასე? იცით, ჩემი ისტორია მასე დაიწყო. ჩვენ მე და ჩემი ყოფილი მეუღლე შევხვდით ერთმანეთს რაღაც. ჩემი მეუღლე ყოფილი უკვე. შევხვდით ერთმანეთს, შეგვიყვარდა ერთმანეთი, დავდიოდით ერთად ბაღებში. ზოოპარკში დავდიოდით. მე გადავწყვიტეთ, რომ დავქორწინებულიყავით. სადა? გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით და იცით, ჩემთვის ოჯახი იყო, ოჯახი მეგონა, მე ისეთივე წმინდა და ანკარა, როგორც ჩემი სიყვარული იყო. და რა მოხდა? ჩვენ დავქორწინდით და ქორწილის ღამეს ჩვენ ყველა ძალიან ქორწილის ღამეს მან ისეთი რამ შემომთავაზა და ისეთი რამ მაკადრა მე ტრადიციულ ოჯახში აღზრდილ გოგონას. სადა? ლოგინში. მე ამას მას ვერ ვაყატიე. ლოგინში და რა გაკადრაც? რა მაკადრა, ცოტა ესეთი უხერხული სათქმელია, თან რა ვიცი, მე უხერხულება ბოდიშს მოგიხდით ამ სიტყვისთვის სექსი. და ასე დასრულდა თქვენი სიყვარული. აი აქ დასრულდა ჩვენი სიყვარული. აპლოდისმენტები თამუნას სევდიან